გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ეს გადაცემა ცოტა დაგვიანებით იწყება. გადაცემის სახელწოდება არის ფიქრი ამოძრავებული მომავალია. ეს ჩემი საავტორო გადაცემა, რომელიც ყოველ სამშაბათს მიდის 3 საათზე პირდაპირ ეთერში და მეორდება შემდგომ 9 საათზე და შუაღამეზე უცხოეთში მცხოვრებ ქართველებისთვის. დღეს დაგვიანებით ვიწყებთ ერთი რამის გამო. მეცნიერებათა აკადემიაში დიდი ქართული საუბარი შედგა დღეს უპირველეს ქართულ საქმეზე. ქართული მიწა, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ძალიან მწვავედ საუბრობთ და ამოცანა იყო ის, რომ როგორმე ჩვენს მეცნიერებს, დიდ მამულიშვილებს, მეცნიერებათა აკადემიის წევრებს მოესმინათ რეალური ანალიზი, რომელიც რაც ხდება ქართულ მიწასთან დაკავშირებით. ბატონმა ვაჟა ოთარაშვილმა ძალიან სიღრმისეულად წარმოადგინა, მეცნიერთა კონგრესის წევრმა ბატონმა ვაჟა ოთარაშვილმა, მეცნიერების დოქტორმა, პოეტმა ძალიან ძლიერი ანალიზი წარმოადგინა დღეს არსებული მდგომარეობის და რაც ყველაზე ერთ-ერთი ხაზგასასმელია, რომ ამას ესწრებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც გამოცხადდა ღია დასწრება და სოფლებიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, ვისაც კი მიწვდა ეს, რომ ცოტა ადრე გავგეკეთებია ეს განცხადება, შეიძლებოდა გაცილებით მეტრი ჩამოსულიყვნენ. მაგრამ თავისთავად ის განწყობა, რომელიც დარბაზში იყო, ძალიან დამაფიქრებელი. აშკარაა, რომ 10-15 წლის წინ, 20 წლის წინ, 30 წლის წინ, ვადლებათ 30 წლის წინ ეს რომ მოესმინა ასეთი მოხსენება ვინმეს რომ მოესმინა, ან ვინმეს რომ ეთქვა, რომ 30 წლის მერე ასე იქნებაო, მას გიჟად შერაცხავდნენ და უბრალოდ დარბაზში იქნებოდა, რაღაც წარმოუდგენელი შეძახილები და თელი დარბაზი ფეხზე დადგებოდა, თუ ეს საქართველოში ხდებაო. დღეს წყნარადთან მშვიდად ვისმენდით ამას ყველანი, რატომ? იმიტომ რომ მივეჩვიეთ ჩვენი ქვეყნის გაყიდვას. მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენ გვართმევენ ქვეყანას და აშკარად ვხედავ იმას, რომ ეს ყველაზე მძიმე, ყველაზე ძნელი, ყველაზე რთული რაც არის ის, რომ ჩვენ ქვეყნის უბედურების გზას მივეჩვიეთ და გონია, რომ არაფერი არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ანალიზი დამთრგუნველი იყო, რომელიც წარმოადგინა ბატონმა ვაჟა ოთარაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ ბატონმა დიტო ჩუბინიძემ გამოაქვეყნა ციფრები ოფიციალური სტატისტიკის, რომელმაც გაამაგრა ის საუბარი, რომელიც იქ იყო, ბატონმა დავით გალეგაშვილმა, მეცნიერთა კონგრესის წევრმა, შემდგომ კიდევ უფრო სხვა მასშტაბი მიცა ყველაფერ ამას და შეკითხვებიც ძალიან ბევრი იყო. მეს მომიწია რაღაცის თქმა, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომ ჩამოყალიბდეს ეს და ეს აღმაშფოთებელი, ეს შემაშფოთებელი მდგომარეობა ქართულ მიწებთან დაკავშირებით გაეგზავნოს ხელისუფლებას და მან კიდევაც თქვა ასეთი რამ, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არა მარტო წაკითხული იქნას, არამედ შესაბამისი მოქმედებას დაიწყოს. მე გიმეორებთ, რომ რამაც ყველაზე მეტად შემაშფოთა იმან, რომ კიდევ ერთხელ და ხაზგასმით უნდა ვთქვა, 20 წლის წინ ვინმეს რო ეს პროგნოზი გაეკეთებია, რომ 2025 წელში ეს იქნება საქართველოშიო, მას საგიჟეში წაიყვანდნენ. ვიმეორებ, საგიჟეში წაიყვანდნენ. დღეს ეს რეალობაა. 2004 წელში უბრალოდ 30 წლის წინ ეს რომ ყოფილიყო 30 წლის წინ, როცა ჩვენ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ პირველი წლები 93-94 წლებში, ვინმეს ეს რომ ეთქვა, რომ ასია ქვეყანაშიო, მთელი ქვეყანა ფეხზე დადგებოდა. ზუსტად ის დგროა ბატონებო, რომ მთელი ქვეყანა დადგეს ფეხზე, ისეთი ანალიზია, ისეთი მდგომარეობაა. მე ჩემს გამოსვლაში ბოლოს რამდენიმე წუთი ვთქვი, იმიტომ რომ დამთავრებული იყო დამთავრდა პრაქტიკულად სხდომა, იმიტომ რომ ყველა იყო მზად ძალიან ვრცელი გამოსვლები გაეკეთებინა და მე მოკლედ ვთქვი, რომ მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ეს ჩვენ მოვისმინეთ, ან წარმოგვიდგენია. მდგომარეობა არის კატასტროფული და როდესაც ის ვთქვი, რომ ქუთაისის საავტომობილო ქართლის ტერიტორიაზე ჩინური სოფელია, ცხვირს ვერ შეკופშიგ.
უნიკალური ტერიტორია. არა მარტო ის რომ ჩინური სოფელია, არამედ ისიც რომ იქ განსაკუთრებული საგადასახადო სისტემაა, ანუ იმათ გადასახადებს არ ახდევინებენ ისეთ როგორც ქართულ ფირმებს ახდევინებენ გარეთ. ყველა პირობები შექმნილი აქვთ. ოღონდ ესე იგი დაგვიფხრონ $75,000 აძლევენ ერთ ჩინელს, რომელიც მიდის ქვეყნის გარეთ. ორი ჩინელი რო წამოვიდეს საქართველოში $150,000 აძლევენ ცოლი და ქმარი რო წამოვიდნენ $150,000 აძლევთ მათ სახელმწიფო და გამოდის რომ ისინი ბინადრობის უფლებას ყიდულობენ $150,000 ღირს საქართველოში ბინადრობის უფლება. ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, ბატონებო, უმძიმეს მდგომარეობაში. შემდგომში, როდესაც ისიც დავამატე რომ აგერ რა მარტო უცხოელებზე კი არ არის საუბარი გაყიდვის, აი აგერ საირმეში რომ 14,000 გექტარი ერთმა ქართველმა ადგილობრივმა ფეოდალმა კოხოძემ, რომელიც შევარდნაძის ეპოქაშიც კარგად ქაფავდა, სააკაშვილის ეპოქაში მამამისთან დაკავშირებული იყო და იყიდეს პრაქტიკულად საირმე, დღესაც აგზელებენ ამას 14,000 გექტარს უმტკიცებენ, თანაც იქ თქვი დღეს მეცნიერებათა აკადემიაში და ყველა გაგებით შეხვდა ამას, რომ საირმის წყალზე რად უნდა სანადირო მეურნეობა იქ. საირმის წყალია მსოფლიო მნიშვნელობის წყალი და ამ კურორტს საირმის წყალით აქვს და არა სანადირო ბიზნესით, რა ირემი უნდა მოკლა იქ, როგორ შეიძლება ეს ადამიანი უნდა გაჯანსაღდეს იქ და აი ამას თავი დავანებო დღეს ძალიან ბევრ რამეზე იქ მეც და სხვებმაც აი ვისაუბრეთ, მე ვამბობდი იმის თაობაზე რომ აი თქვა და ბენდუკიძეს პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ქალაქის ფარგლებში უნიკალურ ადგილებზე უნიკალური მიწები გადასცა აბრეშუმის წარმოებასთან დაკავშირებული მიწები ბავშვობაში ჩვენ სამჟოლიას ვეძახდით მას ჩვენ ეს ჩემი ქალაქში მერობის ქუთაისში მერობის დროს ეს გადავეცით სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტს და გადავეცით იმიტომ რომ მათ სოფლის ბევრი ეწარმოებინა და ხალხს რაღაც შემოსავალი მიეღოთ როგორც კი მოვიდა მიხეილ სააკაშვილი და მოვიდა ნაციონალური მოძრაობა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი გააუქმეს შეუერთეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს რატომ? იმიტომ რომ 1000-ობით გექტარი მიწა რომელიც ჩვენ მას მივეცით და ეს ქალაქის ფარგლებში იყო და ის მიწა არ შეიძლებოდა გაყიდულიყო $1 თუ $1 გადაეცა ბედუქიძის ინსტიტუტს და დღეს მისი ქალიშვილი 1 კვადრატულ მეტრს $50-60. წარმოიდგინეთ თქვენ რა მდგომარეობა იმას უცხოელი ყიდულობს ადგილობრივი ყიდულობს ამას მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ მარტო ერთი მაგალითი მინდა მოვიტანო აქ რომების დასამტკიცებლად რომ ესე იგი აი მეფე დავითი რომ აშენვა მისმა პატრონებმა გადაწყვიტეს რომ უცხოელებს რომ ნაკლებად ეყიდა და 30%-ით იაფად მიცეს ქართველებს და ამ ქართველებმა იყიდეს და ერთი თვის მერე გაყიდეს უცხოელებზე დღეს პრაქტიკულად ესე იგი იმ ორგანიზაციამ ბიზნესმა დაკარგა იქ ერთ ბინაზე 30% იაფად მიყიდა ქართველს მაგრამ ქართველმა გაყიდა უფრო ძვირად და გაცილები ორმაგად გაყიდა ძვირად და რატომ ხდება ეს ყველაფერი იმიტომ ხალხშია დამშეული დაუბრუნებულია ბანკის ვალები აქვს და იმ ვერ გაამტყუნებ ვერცაც გეუბნება იმას რომ რამექნა უნდა გამეყიდა ეს რომ რაღაც გამესტუმრებია ვალი და ასე ქვეყანაში არის მდგომარეობა რომელიც ესე იგი რომელსაც მივყავთ კატასტროფულ სიტუაციამდე დღეს არაერთ ვინმეს მიერ ითქვა იქ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ იმის თაობაზე რა თქვა ტრამპმა და როგორ ვეთამაშებით ტრამპს, რა თქვა პუტინმა, რა თქვა იმედა დიქსტეიტზე და რაღაცებზე, როცა ქვეყანას გვართმევენ ამ პერიოდში. მე დღეს მინდა გითხრათ თქვენ და პირველად ვამბობ ამას. ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც არაბულ სამყაროსთან ძალიან კარგად არის და ბევრი მეგობარი ყავს იქ და ძალიან ცოტა ხნის წინ სტუმრობდა არაბეთს, ჩამოვიდა ამ რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა და მითხრა რომ აი შეძლებულ არაბებთან მაქვს ურთიერთობა იქ და ასე მითხეს რომ აი პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლის შემდგომ ჩვენ შევთანხმდით იმაზე რომ პრაქტიკულად საქართველოში სულ არაბული ბიზნესი იქნებაო. დღეს მოიტანეს მაგალითები ბატონებო, სადაც არაბებმა კოლოსალური რაოდენობის მიწები იყიდეს უკვე. ეს არ არის მარტო ერთ რეგიონში, თელ საქართველოს მოედენ და წარმოიდგინეთ ციფრებს გეტყვით თქვენ აგერ რას დღეს ითქვა მე უფრო მძიმე ციფრები მაქვს, მაგრამ დავეყნოთ იგი თქვა რომ სტატისტიკის სამინისტროდან არის აღებული ეს 300,000 უცხოელს საქართველოში დღეს აქვს ბინადრობის უფლება.
25,000 ერთდროულად მიანიჭა მიხეილ სააკაშვილმა, შემდგომ ორმა პრეზიდენტმა ძალიან მოკლე პერიოდში მარგველაშვილმა და ქალბატონმა სალომემ 80,000 თუ რაღაცას მიანიჭეს და იმის შემდგომ მოდის კიდე რაღაც ერთ წელიწადში მიწეს 80,000 და მე ერთმა იმ პრეზიდენტმა ერთ წელიწადში, მეორე პრეზიდენტმა კიდე ერთ წელიწადში და წარმოიდგინეთ რომ 300,000 არაქართველს დღეს აქვს ბინადრობის უფლება და ყველაფერში შეუძლია ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს, არჩევნები იქნება თუ რაღაც. ეს კატასტროფული მდგომარეობაა და საქართველოში დღეს ციფრი ითქვა სტატისტიკის მიხედვით 900,000-მდე არაქართველი ცხოვრობს, რომელ ქვეყანაში სადაც 3 მილიონი დავჭით ჩვენ 900,000 არა ცხოვრობს, არაქართველი უცხოელი ცხოვრობს. დღეს ძალიან წვავედ და მძიმედ გაისმოდა სიტყვები არაბული, ჩინური, ესე იგი ირანული, თურქული. ამან არ გამოიწვიოს ის რომ ამ ქვეყნებში ეს არასწორად გაგვიგონ. ის ქვეყნები არაფერი შუაში არ არიან. ქვეყნის მტერი ქვეყნის შიგნითაა. მიწა ჩვენ ყიდით და ისინი ყიდულობენ იმას, რაც კარგია. მე ვაფასებ იმას, რომ არაბებს ცოდნიათ რა არის კარგი, ჩინელებს ქონიათ ცოდნიათ რა არის კარგი, თურქებს ცოდნიათ რა არის კარგი, ინდოელებს ცოდნიათ რა არის კარგი და ყიდულობენ იმას, რაც კარგია. ჩვენ ვყიდით იმას ჩალის ფასად, რაც ჩვენთვის უფლისმიერაა მოძებული. ეს მდგომარეობა, რომელიც თქვენ ხედავთ, რომ მე როგორი არასდროს ის ამ საკითხზე წყნარად ამ შვიდად არ საუბრობდი, მაგრამ ხედავთ რომ როგორი აღელვებით საუბრობ დღეს ამას, იმიტომ რომ დღეს ვნახე არა მარტო მეცნიერები, ვნახე იმ სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები სასტიკ რამებზე, ესე იგი რაღაც საშინელ რამებზე საუბრობდნენ. დღეს მოვიდა ერთ-ერთი ქალბატონი კახეთიდან ჩემთან და მეუბნება, რომ ბატონო თემურ, თქვენ 2005 წელში არიგებდით ფურცლებს, აი მე ვიყავი ერთ პიროვნება, რომელიც გეხმარებოდით, რომ სოფლებში ვატარებდი და ვარიგებდი ამასო. და რა მე მივხვდი იმ წუთში რა საუბრობდა. და იქვე მალხაზ გულაშვილი ესწრებოდა დღეს ამ შეხვედრას. ვთხოვ იმას, მოიხმე და ამ კაცს გაუმეორებია სიტყვები. და მე ვეუბნები, ბატონო მალხაზ, ეს ქალბატონი ლაპარაკობს იმ დოკუმენტზე, რომელიც ჩვენ წინ საქართველოში მივიღეთ 2005 წელში, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მიწებთან დაკავშირებით ლიბერალური პოლიტიკა გამოაცხადა მეთქი. და ხელი მოვაწერეთ ვინ? თვითონ მიხეილ კურდიანმა, მერაბ ჯიბლაძემ, ესე იგი მალხაზ გულაშვილმა, გიორგი კობახიძემ, ირაკლი ბათიაშვილმა, მსახიობიდან რეჟისორი და პროფესორი გახლავთ ბატონი კანთარია, მან მოაწერა ხელი და უამრავ ვინც ვიყავი წინ საქართველოს დამფუძნებლებმა მოვაწერეთ ხელი ამას და დაუგზავნეთ ყველა მერს, ყველა გამგებელს, ყველა გუბერნატორს, ყველა მინისტრს, პრეზიდენტს, ყველა პიროვნებას. მე ამ დოკუმენტს მოვძებნი, ჩვენ ეს დოკუმენტი შეეცადნენ რომ გამქრალიყო ჩვენი იმიდან, მაგრამ გაზეთები ყველაფერი ესე იგი გაგვინადგურეს ყველაფერი ესენი, მაგრამ მე ვიცი ერთი-ორი ადგილი სადაც ეს შეიძლება ვნახო და გაჩვენებთ ამ ხელმოწერას და დღეს მოცემად ბატონ მალხაზ გულაშვილს ეს უთხარი გაიხსენა კიო მახსოვსო. აი მე ვთხარი რომ რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ მაშინ, ხო მოვაწერეთ თქვენ, ხო მოვაწერა გიორგი კობახიძე, მოვაწერო გიორგი კობახიძის ოჯახი აკეთებს იმას, რასაც ვებძოდით ჩვენ მაშინ და რასაც ხელი მოვაწერეთ რომ ეს არ გაკეთებულიყო მეთქი და თქვენ რატო ხართ ნაწყენი ჩემზე ან თუნდაც გიორგი კობახიძე ან სხვა რატოა ნაწყენი? კი, ჩვენ ძმობა შევფიცეთ ერთმანეთს და სისხლით დავმეგობდით, მაგრამ იმის გამო კი არა რომ ქვეყანა გაგვეყიდა, არამედ იმის გამო რომ ქვეყანა გადაგვერჩინა. დღეს ყველა დიდი თუ პატარა ვინც გამოდიოდა, ყველა საუბრობდა იმაზე რომ უკვე პრაქტიკულად დაკარგულია გამოსავალი სად არის, როდესაც 1000-ნაირი კანონებით გამტკიცებულია ყველაფერი მათ ხელშია. დღეს ელიზბარ ჯაველიძეც კი რომელიც ამ ხელისუფლების დიდი მხარდამჭერია და ლამის თოფი ესწროს ყველას, ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის, ვერაფერი არგუმენტი რო ვერ ქონდა, ითხოვდა სხდომის მალე დამთავრებას, იმიტომ რომ ამდენი რამე არ ესაუბრა და ჩვენო ის ხალხი არ გავახაროთ ოპოზიცია რომელიც ქუჩაში დაძრწისო.
იმ ხალხის გახარებაზე კი არა სახელმწიფოს გვართმევენ, რადგან ვინმეს ერთგულებას და ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლაზეა საუბარი. როდესაც ბატონმა ვაჟა ოთარაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც უნდა დაუგზავნოთ ესა და რა ოპოზიციაა და აი ქუჩაში ჩვენც ვიდექით მაშინ ბატონო ელიზბარ თუ ნახავ ამ გადაცემას ეგი ჩვენზეც ამას ლაპარაკობდნენ მაშინ ეგრე როგორ შეიძლება მე მესმის რომ და ხმამაღლა ვამბობ ის ვინც დღეს და რა ფორმითაც და როგორადაც ისინი ქუჩაში დგანან ისინი აძლიერებენ ამ ხელისუფლებას იმიტომ რომ ამ ხალხის ეშინია მართლაც ამ ასეთი პოლიტიკოსების ეშინია ხალხს და ამიტომ აძლიერებენ მხარდაჭერას დღევანდელი ხელისუფლების მიმართ სასაული რამეები ითქვა დღეს იქ სასაული ბატონმა მალხაზ გულაშვილმა თქვა რომ მე შევკრიბავ ისევ იმ გუნცო მე დავეთანხმე და უთხარი რომ კი ბატონო შევიკრიბოთ და ვნახოთ ხო ნახე რა სიტუაციაა კატასტროფულიაო მითხრა კატასტროფული თუ არის რა უნდა ვქნათ მაშინ კი ბატონო გავჩერდეთ და ვაქოთ ის ხალხი რომლებაც 6 მილიარდი არაბებისგან სეცხირო წამოიღეს ამის გამო ქვეყანა იყიდება თვითონ არაბები რომელიც კეთილგანწყობილი არიან საქართველოსადმი გვეუბნებიან იმას რომ რა შვებითო ვაკეთებთ ამასო ჩვენ დღეს საუბრობდით იმის თაობაზე როდესაც ადამიანება გაიგეს ხაზგასმით როცა ვთქვი რომ საქართველოს პირველ ადგილზე ვარ ჩვენ ღია საზღვრები სავიზო რეჟიმი ჩვენზე ლიბერალური არავის არ გააჩნია 160 ქვეყანასთან მქონდა ჩვენ ურთიერთობა 140-ს შეეძლო უვიზო შემოსულიყო 20 იყო სადაც გამარტივებული იყო და ამ უვიზო რეჟიმს დაემატა კიდე 17 თუ 20 ანუ გამოდის რომ 180 ქვეყანა 180 ქვეყნის წარმომადგენელს დღეს რომ გადაწყვიტოს საქართველოში მინდაო ხვალ ჩამოვა ეს არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს ასე ღიად თავისი როგორც იტყვიან თავისი ქვეყნის კარები თავის ქვეყნის ჭიშკარი ასე არ აქვს ღიად ეს ჩვენ ვართ ვინ გააკეთა ეს ძირითადში დაიწყეს იმ წინა ხელისუფლებამ და ამან გვირგვინი დაადგა ამ ხელისუფლებამ და ესე იგი აი როცა გვეუბნებიან იმას რომ ვინც იცავთ ამ ხელისუფლებას დაიცავით კი არა ჩაღევით მიწაში მეგონი უკვე პრაქტიკულად მიწაში ჩადვეს თავისთავად ჩაღევით იქ მაგრამ გააფრთხილეთ უთხარით დაუდეთით გვერდით ისინიც გადაარჩინეთ და ქვეყანას გადავარჩინოთ ხალხო რაც ხდება როგორ შეიძლება ამაზე აგდებულად ვილაპარაკოთ და აგდებული დამოკიდებულება გქონდეთ ყველაფერი ამის მიმართ მე დღეს ვთქვი ერთი მაგალითი რომელიც ბევრისთვის უცხო აღმოჩნდა მართალია ერთ-ერთმა აკადემიკოსმა ცოტა მძიმედ უპასუხა მაგრამ გეტყვით რაც ვთქვი მე ვთქვი რომ ავიღოთ ინგლისის მაგალითი დიდი ბრიტანეთის მაგალითი დიდ ბრიტანეთში მიწაზე საკუთრების უფლება არ არსებობს მიწა ეკუთვნის დედოფალს და წამოხდა ერთი ნახე დედოფალი გვინდაო მე ვეუბნები დედოფალი კი არ გვინდა პრინციპია სწორი რომ მიწას ყავს მომხმარებელი, დამუშავებელი, გამომხენებელი, მაგრამ მისი საკუთრება არ არის. ბრიტანეთს არ შეუძლია თქვას, რომ ეს მიწა ჩენია. მიწა არის სახელმწიფოსი. მიწა არის დედოფლის, ისი ეს ფიგურა. და მე ისიც ვთქვი, რომ მეტავი მეფე გვყავდეს ჩვენ იმ განწყობით, როგორადაც გავს დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია და ძალიან ბევრი ქვეყანა გადაარჩინა. სწორედ და ისი არ არის დღეს შვედეთის მაგალითი მოიტანეს, როდესაც შვედეთში 7 საათს მერე უკვე ვეღარ გამოდიან შვედები ქუჩაში არაბები და ისინი იქ იმ რაოდენობით არიან და დღეს სახელმწიფო ვეღარ ერევა უკვე ყველაფერმა საქართველოშიც ჩვენ აქეთკენ მივდივართ დღეს ითქვა ხმამაღლა იმის თაობაზე რომ ჩვენ არ გვინდა ეს ახალი სოფელი შეიძლება ასე კატეგორიულად არ თქვა მაგრამ ლაპარაკი არის იმაზე რომ ესე იგი ჩვენი პრინციპი რა იყო პროგრამაში რა გვწერია საქართველოს ნასოფლარის გარეშე ძველი სოფლები აღადგინონ ის ქართველებმა ხელი შეუწყოთ დაბრუნდნენ ესე იგი ემიგრანტები რაღაც პირობები შევთავაზოთ საუცხო აგერ იტალია ხედავთ ძველი სოფლები მიტოვებული სოფლები რომ არის $1 ყიდიან ოღონდ პროგრამით ყიდიან და ეუბნებიან რომ გააკეთე კონდეს და ეს სახლი აი $1 შენი არისო ჩვენც ხო შეგვიძლია რაღაც მოვიფიქროთ ეს მეცნიერთა კონგრესში მოფიქრებულია ვინგის გამოგავს ვინ გალაპარაკებს ამ პროგრამებზე თორე ყველაფერი ჩამოყალიბებულია ყველაფერი გაკეთებულია ესე იგი დააგვერდით ჩვენ მიწას კონსტიტუციურად 2017 წელში, როდესაც კონსტიტუციას იღებდნენ, თქვენ გახსოვთ, მაშინ ეწერა ლიბერალური, რომ მიწა იყიდება. ქუჩაში გამოვიდა ხალხი, დიდი მადლობა ყველას, ფილარმონიაში იყო მძიმე შეხვედრა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ გახდათ ბატონი კობახიძე და ესე იგი იძულებული გახადეს, რომ რაღაც უკან დაეხიათ და ცოტა
ცოტა შესწორებები შევიდა, რა შესწორებები შევიდა, რომ სასოფლო სამეურნეო მიწა არ იყიდება, მაგრამ მექანიზმი როგორია დღეს? სასოფლო სამეურნეო მიწა გადაკეთდება მეორე კატეგორიაში, არა სასოფლო სამეურნეოში, მას ყიდულობენ და ესე იგი დღეს ითქვა, რომ 14, 15, 20 გექტარი 2500 სახლი ეკუთვნის არაბს საქართველოში ხალხო, ადამიანებო, თქვენ გესმით? გესმით თქვენ ეს რას ნიშნავს? სახლის და მიწის საკუთრება ერთდროულად მილიონამდე არა უცხოელს აქვს საქართველოში. მილიონამდე. ისინი წარმოგიდგენია თქვენ რა სიტუაცია, როგორი მდგომარეობა ქვეყანაში და რა გიხარია ჩვენ. ამას უკრავთ ტაჟს და დაკავებული ვართ იმით, რომ ვიღაცა დაიჭირეს, არ დაიჭირეს და დღეს ბატონ ელიზბარს უნდა რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ამიტომ ხო დაიჭირეს და კარგი პასუხი გაცა ვაჟა ოთარაშვილმა, რომ მას ამ საკითხებზე ჩვენთვის ცუდი არაფერი მოუწერია, სუც წერდა სხვებია და ვინ წერდა? ის პიროვნება, რომელიც იყო მინისტრის მოადგილე სააკაშვილის დროს და ყიდიდა მიწებს, იგივე პიროვნება არის დღეს მინისტრის მოადგილე და ყიდის მიწებს. რა განსხვავებაა? აი როგორ არის ხედავთ სიტუაცია შექმნილი, ესე იგი კარები ღია, მიწა დაცული არ გვაქვს, შხამქიმიკატები შემოდის, ქართული მიწა მოიწამლა, მიწის მოწამლა იწვევს წყლის მოწამლას, ესე იგი ხაერის მოწამლას, მოწამლულია მიწა. საქართველოში უკვე ჯანსაღი მიწა არ არსებობს ბატონებო. თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი შხამქიმიკატებითაა მოწამლული ყველაფერი. მოიწამლა მიწა. გუშინ რომელ ურვასთან ამას ძალიან განვიხილავდით მის ეზოგარემოში, მიწამლება წყალით ჩადის ეს ქვემოთ. ცოტას კი ფილტრავს შევები მიწის, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს ბოლომდე და წყალიც მოიწამლა. მოწამლულია მიწა, მოწამლულია საჭმელი, სასმელი, ყველაფერი და მოწამლულია ჰაერი ამდენი მანქანებით, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ფინისი გახდა საშინლად საცხოვრებელი იმის გამო, რომ ხედავთ რამდენი მანქანა და რა სახლები შენდება და დღეს თქვით იმის თაობაზე, რომ ესე იგი ყველა მშენებელი პარლამენტშია და სახლები რაც შენდება საქართველოში მინიმუმ 80%-ს მე მისწორებენ და მეუბნებიან 90%-ზე მეცო, მაგრამ მინიმუმ 90%-ს თუ 80%, 70 იყოს, 60 იყოს, ნახევარიც რომ იყოს, ხალხო უცხოელები ყიდულობენ. გესმით თქვენ, ჩვენ ამ როგორი ხარიათ რომ რაღაცა შენდებაო, ჯერ ფირის სასემშენებლობა, ვის წარმოედგინა, დაშლილია სოფლები, ნახეთ, გარდამაში როგორი მშენებლობები მიდის, ვინ აშენებენ, იკითხეთ. ნახეთ რუსთავში როგორი მშენებლობები მიდის, იკითხეთ ვინ აშენებს. ნახეთ მარნეული სენში როგორი მშენებლობები მიდის, იკითხეთ ვინ აშენებს ამას ყველაფერს. ბატონებო, გამოვხიზდეთ, მეცნიერთა კონგრესი არის ის ორგანო, რომელიც 20 წელია ამ საკითხებზე საუბრობს, ელაპარაკება ყველას, დოკუმენტები შექმნილი აქვს და ყველას ეუბნება, რომ დავდგეთ, უგუშაგოთ ქვეყანას, ნუ გავყიდით, ვინ მოგცა ამის უფლება. პატრიარქის სიტყვები გამოკვეთილადაა, რომ მიწა წყალი არ იყიდება, წიგნები, რომელიც გამოვეცით ჩვენ გზაცივილიზებული სახელმწიფოსკენ, სხვა გაზრდილება ყველგან უკანა მხარეს დებს პატრიარქის სიტყვები, ყველგან რეფერენდუმ მოსდევს, არც პრეზიდენტს, არც მეფეს, არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაყიდოს მიწა. ეს ითქვა პატრიარქის მიერ როდის და ჩვენ ვარღვევთ და რა ეკლესიურები ვართ ჩვენ, რაც პატრიარქმა გვითხრა და ეს პატრიარქმა უფლისგან უფალმა თქვა, ჩემი მიწაა ეს, მე მოგეცით თქვენო და ამ მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს. ჩვენ ეს მიწა გავყიდეთ ხალხო. დღეს ითქვა იმაზე ერთმა ბატონმა ხუროძემ თქვა, რომ ერთ სახელმწიფოს წარმომადგენლებს რაც უყიდიათ, ეს აფხაზეთზე მეტი ტერიტორია არისო. თქვენ გესმით, რომ ერთი ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს საქართველოში აქვს ნაკიდი იმდენი მიწა, რამდენიც უფრო მეტია ვიდრე აფხაზეთის ტერიტორია თანამედროვე დღეს. დღეს ითქვა ერთი რამ, რომელიც 15 წლის წინ თქვი, როცა აფხაზებს შევხვდი, რომ ესე იგი ითქვა მეცნიერთა კონგრესში, რომ აფხაზებთან რომ დავჯექით სასაუბროდ და ჟივლის შარტავასთან დაკავშირებით ჩამოვარდა საუბარი, მოყოლული მაქვს ამდე ახლა და გავიმეორო და აი მაშინ აფხაზებმა თქვენს, რომ თქვენ 5-6 კანონი გაქვთ მიღებული ისეთი, თუ ამას არ შეცვლით, ჩვენ თქვენთან არავით არის, კავშირიც კი არ გვინდა თქვენთანო. და ერთ-ერთი რა იყო, ჩვენ არ ვყიდით მიწასო, არ ვყიდითო და კონსტიტუციაში დაწერეს, რომ აფხაზეთში მიწა არ იყიდება. წარმოგიდგენია, ჩვენ გვინდა რომ ერთად ვიყოთ აფხაზები და ქართველები და ამას მივაღწევთ, მაგრამ აფხაზები გეუბნებიან, ეს კანონი გააუქმეთ, თქვენ რაც გაქვთ, თქვენ ქართველებს აღარ გეკუთვნით, ეს მიწები უკვე სხვების არისო. ესენი გესმით, რომ აფხაზები უფრო ქართველები აღმოჩნდნენ, ვიდრე ჩვენ მოვეკეცით ჩვენს მიწას, როგორადაც ვიცევით ჩვენ. რამდენი რამ მაგალითი, მე აქ ვლაპარაკობ
ბატონმა გურამ ქართველიშვილმა თიანეთში ილაპარაკა მიწებთან დაკავშირებით. მეც ჩავედი ამ დღეებში თიანეთში მითხეს, უკვე პრაქტიკულად უცხოელები ყიდულობენ იქ ყველაფერს. აჭარაში მიდით ბატონებო ქუთაისის ქუჩაზე და შეიძლება რომ ქართული დროში დაგაგატარებენ. ქუთაისის ქუჩაზე არ ატარებენ ქართველ მღვდელს სამოსელით არ ატარებენ. შედით ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მაღაზიაში იკითხეთ ბორჯომი მინდა თქო, საირმე მინდა წყალი თქო, ან იყიდეთ ქართული რაიმე მინდა თქო, გეტყვიან ეს თურქული ის არის ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე თურქული აქ ყველაფერი ეს სააკაშვილის პერიოდიდან ასე არ შეცვალეს ამათ არაფერი. ნახეთ გურიაში რა ხდება, გითხარით ქუთაისთან დაკავშირებული და მე ვთქვი იმის თაობაზეც რომ ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი გააშენდა ახლა ეს მე შემომთავაზეს პირველად როდესაც ქალაქის მერი ვიყავი, მაგრამ მითხეს რომ 10 წლის განმავლობაში იფუნქციონიროს მან როგორადაც თქვენ გინდათ 10 წლის შემდგომ ეს იქნება აფრიკელი სტუდენტებისთვის ვიცი რისთვისაც აშენებული ის, მაგრამ დღეს ტაშს უკრავთ კი ბატონო დაუკარით ტაში ყველაფერს რასაც გინდა დაუკარით ტაში ყველა ადამიანი თავისუფალი ვართ მის გადაწყვეტილებაში, მაგრამ მე არც ტრიბუნას მაძლევენ აი ეს ერთადერთი ეს და ჩვენ ავიღეთ ეს დრო თორე ტელევიზიაც აი რო კონდე რო არ კონდეს ეს აღებული 1-2 წლის წინ მესტიერთან კონგრესის დრო შეიძლება ამ ტელევიზიაში არ მოგცენ ჩვენ გამოსვლის საშუალება ისე როგორც საუბრობ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს ჩვენ ვეხმარებით ამ იმას და ტელევიზიას რაც შეგვიძლია როგორც თქვით რომ 100 ლარს 50 ლარს ვიღაცა გვეხმარება რაღაც დავდგეთ ხალხო გავაზნეეროთ ეს ტელევიზია ქვეყანა იღუპება ადამიანებო გარკვეული ჯგუფები დღეს მოსული იყვნენ იქ და ისე ლაპარაკობდნენ თავის იმაზე რომ აი ასე როგორ შეიძლება მომზადება მეცნიერებათა აკადემიაში ასეთი საკითხის და რაღაც იმას ყველაფერს თავის ანიან ადამიანები ვიდრე მე არ მომისმენენ ყველა თავის პროგრამაზე ლაპარაკობს დავანებოთ რა ბატონებო თავი იმაზე საუბარს რომ ჩემზე ტრიალებს ქვეყანა რომ ჩემი პროგრამაა მთავარი მეცნიერთა კონგრესი არ ამბობს რომ ჩვენი პროგრამაა მთავარი მეცნიერთა კონგრესი ამბობს იმას რომ ჩვენს არის ჩვენი ხედვა მოდი დავждეთ დავილაპარაკოთ 20-30 წელია მუშაობთ აი აგერ ბოლო წიგნი ეს არის რომელიც გამოვიდა საქართველოს ინტეგრალური რესურსები ვინც ხედავს ამას ყველანი გაუცემლები არიან რამ სიმდიდრე აქვს ამ ქვეყანას როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრობდეთ ცუდად ძალიან ცოტა ხანში გაცილებით ცუდად ვიცხოვრობთ იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენი აღარ იქნება არაფერი დღეს უკვე წაღებულია ძალიან ბევრი რამ ხვალზე ქართულ ხელისუფლებას ადგიდა დარჩენებისთვის ზოიბზვით დღეს თუ ამდენ არაქარ ბინადრობის უფლება ამდენ პიროვნებას აქვს და გაიზრდება ეს და დასახელდა 3 წერტილი სადაც არ ცხოვრობდა არავინ და დღეს იქ პრაქტიკულად 3 პატარა ჩამოასახლეთ რაღაც მე-14-მე-15 საუკუნეში ის უკვე სხვა ეროვნებებს ეკუთვნის მეორე კიდე სხვას მესამე კიდე სხვას დავკარგეთ ეს ტერიტორიები 5-6 ოჯახი ჩამოსახლდა თავის დროზე რამდენიმე საუკუნეს წინ დღეს ჩვენი აღარ არის ეს ტერიტორიები წაიღეს უკვე აი თქვენ წარმოიდგინეთ თქვენ ვერც კი ხედავთ რომ აი პერსპექტივაში რა შეიძლება მოხდეს ყველაფერი იმით რასაც დღეს ეს ხელისუფლება უჭერს ხარს წავიკითხეს დღეს დოკუმენტები კი ვიცოდი ეს მაგრამ წაიკითხეს იქ სადაც აი ეს სამინისტროები გამარტავენ რომ ინვესტიციების შემოსვლა აჩვენეს სურათები რომელიც გაკრულია სოფელში როგორი სოფელი შენდება არც ერთი ქარხანა არც ერთი წარმოება არაფერი არ შენდება სახლები შენდება საცხოვრებელი და ამას ყიდულობენ არაბები ირანელები ჩინელები რატო უნდა ცალ-ცალკე სოფლები ხონდა დამაკვირდეთ ამას იმიტომ რომ მაგათ ერთმანეთთან ცხოვრება არ შეუძლიათ ერთმანეთს ეჯიბრებიან პაკისტანელები და ინდიელები ერთად ვერ იცხოვრებენ პაკისტანელები თავისუფლებას აშენებენ ინდიელები თავისუფლებას ირანელები და თურქები ერთად ვერ იცხოვრებენ ისინი თავისუფლებას აშენებენ ისინი თავისას ვერ იცხოვრებენ ჩინელები და ინდიელები ერთად ამიტომ ჩინელები თავისუფლებას აშენებენ ინდიელები თავისას ამიტომ ჩვენ გვიგვირსო რატო აშენებენ თავისუფლებას აშენებენ იმიტომ რომ მათ სხვასთან ცხოვრება არ შეუძლიათ ომი ექნებათ მუდმივი მაგრამ როცა გამაგრდებიან იქ მე ვეღარ შეხვალ რეალობა ეგ არის მაგალითები რომელზეც დღეს საუბრობდი და გითხარით მე რომ ვთქვათ მაგალითი რომელიც მოუყვანე და ყველა გაუცემული დარჩა რომ ბენდუგიძის ქალიშვილი ერთ ლარად 1000 გექტარი მიყიდა ერთ ლარად მიყიდა მიხეილ სააკაშვილმა და 1 კვადრატულ მეტრს ყიდის 1 კვადრატზე მიდის მშენებლობა დღეს და 80% ამ მშენებლობაში ბინებს ყიდულობენ უცხოელები ქუთაისში ეროვნულ ქალაქში
დღეს ითქვა ციფრი იმის თაობაზე, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ქუთაისიდან 14 თუ 15,000 კაცი წავიდა. ქუთაისში ცხოვრობდა 250,000 კაცი. 70,000 კაცი აღარ ცხოვრობს უკვე ადგილობრივი მოსახლე იქ. შეერებლებოთან დაკავშირებით თქვით და რაღაც სასწაულიეს რომ ესე იგი კანონია მიღებული ქვეყანაში როგორი არავითარი უფლებები მერიებს გამგეობებს არ აქვს. თქვენ გონიათ რომ ადგილობრივი ხელისუფლება კიდის იმა დაწერებენ მარტო ხელს რომ ეს ტერიტორია თავისუფალია, იქ რაიმე მშენებლობა არ მიდის. ამის შემდგომ გამოაქვს ვინ ცენტრალური ხელისუფლება კიდის ყველაფერს. ცენტრალური მაგალითი ითქვა იმის თაობაზე რომ ორი არაბული ფირმა ერთმანეთს ებრძვიან, რომ ეს ქართული მიწა ჩემია, აი ეს ამოძა ჩემია, არაბები იბრძვიან ამისთვის. ბატონმა ვაჟა ოთარაშვილმა იბრძოლა, დაიბრუნა რაღაც გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ეხლა ისე უგნება, სოფელს კი არ უბრუნებს მაინც სამინისტრო, ისევ გამოაქვს გასაგიდად, ისევ საბრძოლო უნდა გახდეს. ესე იგი თავდაყირა ყველაფერი ანტიქართულია მთელი პოლიტიკა ქვეყანაში. ანტიქართული რიტორიკა არის ურაპატრიოტული, ქმედება არის ანტიქართული. ტელევიზიებით გამოდიან და ყველაფერი გონია რომ ხალხი აი ხედავ როგორი კარგი ქართულად ლაპარაკობენ. ვერცე ილია ჭავჭავაძე ვერ ილაპარაკებს. ისეთი ქართული გრამატიკას არ ვამბობ, ისეთი ქართული პათოსით, როგორც საუბრობენ დღეს ურაპატრიოტები, ან თუნდაც ულტრალიბერალები. ყველა ლაპარაკობს ხელს იტყავს ქართული და აკეთებენ ანტიქართულ საქმეს. საქართველო გაკიდულია. დღეს რამდენჯერმე ითქვა ეს. ქუძე კაცი ფეხზე უნდა დავდგეთ ყველანი. არ არის აქ ლაპარაკი იმაზე რომ იმ მოძრაობას იმას შეუერთი. არსებობს მეცნიერთა კონგრესის პროგრამა და მე ამას რატო ვაკეთებ ამ შესავალს დღეს ძალიან ბევრმა ვინმე ეხლა ყველაფერი ინგლისის მაგალითი გითხარით როგორ მოიყვანე იქ და ესე იგი ყველა ამართლებს ამას ინვესტიციები, არავითარი ინვესტიციები, არავითარი ქართულის განვითარება ამაში არაფერში არ არის. ყველაფერი წავშალეთ ჩვენი განათლება და ყველაფერი პოლიციური სახელმწიფო გახდა ეს. არავითარი აქ ინტელექტუალებს ნახოთ დღევანდელი განხილვა, რომელიც წავა შემდგომ მეცნიერებათა იმაში ჩვენ ხვალან ზეგს სულ ჩანაწერს ამ გადაცემის ტელევიზიით გადავცემთ, გააფრთხილეთ. ალბათ უფრო მეტად ან მაგრამ ხვალ გამოვაცხადებთ, თუ ხვალ არ იქნება, იქნება რეკლამა ამის, იმიტომ რომ ხვალ თავისთავად 3 საათზე ძალიან დიდი გადაცემა იქნება ტელევიზია ქართულ ტივიზე, რომ ესე იგი დიდი ქართული კულტურის ძეგლი ერთი, რომელიც დაიბრუნა პიროვნებამ და გაიყიდა მერე და დღეს ბანკი დაესარიში და მეორე კიდე იყიდება იბრუნებს ვიღაცა ხვალ ორივე ბატონი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ხელში ჩაიგდო ეს ერთი გაკიდა უკვე და მეორეს ზია საუბარი ის და ბატონი ვაჟა ოთარაშვილი ერთად იქნებიან. თქვენ ნახავთ, ეს იქნება პოლიტიკური დუელი, ეს იქნება რაღაც სასწაული რამ და ჩვენ ამ პოლიტიკური დუელს ეს არის ისეთი რამ პოლიტიკური დუელი პირველი მე შევთავაზე ბატონ ანასტანიას თავის დროზე, როდესაც ის წავიდა ხელისუფლებებში ადრე მეგობრობდით, კარგი და მე რომ მივიდა იქ და რაღაც სხვა გადაწყვეტილებები მიიღეს, მე მოიწვიე ეს პოლიტიკური დუელში, შეშინდა და ვერ გამოვიდა. ჩვენ პოლიტიკური დუელი უნდა აღმადგინოთ მეცნიერთა კონგრესის დროში ქართული ტელევიზიის მეშვეობით, პოლიტიკური დუელი, როდესაც ორი დაპირისპირებული მხარე საუბრობს და გამარჯვებული უნდა გამოვიდეს არა რომელიმე, არამედ საქართველო. და ვინმე ნუგონია ვინც მოა პოლიტიკურ დუელში, რომელიმეს გამარჯვებაზე გაიმარჯვებს ის, ვინცაც ქართული აქვს პოზიცია, ვინც საქართველოზე ფიქრობს, ვინც იცავს ქართულს, ენა იქნება ეს ვიწყებ ჩვენ, ვინც იცავს, როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამულს, ენას და სარწმუნოებას. აი ის იქნება გამარჯვებული. და რა კანონებია ქვეყანაში მიღებული ისეთი, რომ ამ კანონებით ყველანაირი უკანონობა შეიძლება დაიკანონო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართული საქმე გააკეთე. კანონზე მაღლა დგას ზნეობა და მორალი. ჩვენ გვინდა ზნეობრივი ქვეყანა და მორალზე დაფუძნებული სამართალი გვინდა. აი აქ არის წარწერა გაკეთებული. მიწაზე ხალხის გარეშე, მოვლენ ხალხები მიწის გარეშე. 2,5 მილიონი თუ მეტი არა გასულია ქვეყნის გარეთ, 1 მილიონი აღრიცხული რაც არის შემოსულია ქვეყანაში უკვე. ჩვენ მივატოვეთ მიწები,
ნასოფლარებად იქცა ძალიან ბევრი რამ. თბილისი დავამახინჯეთ. სპორტის სასახლის მიდამოებიდან დახეთ რა ებიხდება ჯერ ყველაფერს მარტო ქართველები რომ ყიდულობდეთ ამ მიწას საქართველოში როგორ შეიძლება ერთი ქალაქი ასე იყოს აშენებული რომ მთელი საქართველო ერთ ქალაქში ცხოვრობდეს ეს ხო კატასტროფა ჩვენ გავაკეთეთ ეს ბატონებო ჩვენ გავაკეთეთ ეს მე გულსფერად გეუბნები თქვენ აი როდესაც ჩავალთ და მოხდება ალბათ ეს ჯერ კიდევ ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი საბჭოთა პერიოდში დიდი ქარხნების მშენებლობის წინააღმდეგი ვიყავი ქუთაისში და მუშახელი მომაყავდათ რაიონებიდან მუშახელის შემოსვლაზე ვითხოვდი გადასახადს რომ ის კი არა რომ გადასახადი უნდა გადაეხადათ მათ ქუთაისის ბიუჯეტში ამ დოკუმენტებს ამოვიღებ ახლა ეგ ლაპარაკი არის 99 წელში ვიყავი წინააღმდეგი რომ ქუთაისი გაზრდილიყო სოფელი გაჩერებულიყო ავტოკარხანაში კოლბინი ყოველ შაბათს კვირას თაფირებს ატარებდა ცეკას მეორე მდივანი რომ ავტოკარხანა აეშენებინათ და დიდი საკავშირო საწარმოები შენდებოდა და რეალურად მუშახელი ქუთაისში არ იყო მოყავდათ გარედან და მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამისი თბილისშიც გამომიძახეს დოკუმენტს უგაჩვენებთ მე დარწმუნდებით ნახეთ ვისაც გაქვს საშუალება 1999 წელში ქუთაისში პატარა ბიჭი ვიყავი ახალგაზრდა 30-35 წლის პაგებში გამოაქვეყნე დოკუმენტი ხელი მოვაწერე იმას რომ გადასახადი ვინც ჩამოიყვანთ მუშახელს საქართველოში ქუთაისში რომ არ მინდოდა ქუთაის გაზრდილიყო თბილისს რა უქენით ხალხო რა უქენით თქვენ ამ ჩვენ დედაქალაქს ამ საყვარელ ქალაქს რა უქენით ესე იგი კალაძეს ეკუთვნის ეს თუ მის წინამერებს რა უქენით ამ ქალაქს ამას ხომ იცი 20-30 წლის მერე იტყვიან რომ ძალიან ბევრი რამე დაინგრევა იმიტომ რომ აშენებული აბსოლუტურად უხარისხო და ცუდად მაგრამ დღეს თული რო იშოვოთ ყველაფერზე მიდიხართ კატასტროფაა ეს ეხლა ვინმე იკითხავს გამოსავალი სად არის აი სწორედ გამოსავალი ეს არჩეთავაზა მეცნიერთა კონგრესმა ეს არ არის ერთი კაცის აზრი 500-მდე მეცნიერი და შესავლელია ჩვენი ქვეყნის გამოცდილება შესავლელია ესე იგი უცხოეთის გამოცდილება და გათვალისწინებულია რეალობა ჩვენ ვამბობთ აი როგორც აქ წერია დააგვირდით ჩვენ ორი რამე გვაქვს ავიღაზე მიწაზე ხალხის გარეშე მოგვიყვება ხალხები მიწის გარეშე რაც ხდება გამოსავალი სად არის ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს რა არის ეს ქართული ნახეთ მეცნიერთა კონგრესის პოზიცია ქვეყნის პოტენციალის სრულად ამოქმედება ქვეყნის საერთაშორისო მისიის შესრულება ქვეყნის საერთაშორისო მისიის შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთს ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას რომელიც რეალიზება ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნით უნდა დაიწყოს აი მე ვამთავრებ ჩემს საუბარს და ეხლა იქნება რამ 26 მაისს რომ გამოვიტანე 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აი იმ დღეს როდესაც აი პირველი წიგნი გამოვიდეს აი იმ დღეს გამოვიტანე ეს პროგრამა და ეს არის მეცნიერთა კონგრესის პროგრამა მოისმინეთ ეხლა ეს პროგრამა ხალხო ადამიანებო გულით ველაპარაკოთ ერთმანეთს არა ყელზემოთ გულით განვიცადოთ ეს მდგომარეობა რომელიც არის ნუ გონია თქვენ რომ აი ასე ვიღაცამ დღეს 1 და 2 ლარი რაღაცა მიწა გაკიდეთ რაღაცა გააკეთეთ საქართველო საშიშროება უკვე ჩვენს ქართულ ზეცაში შავი ღრუბლებითაა სავსე ქართული ზეცა პოლიტიკა უკვე ღრუბლებშია შავ ღრუბლებშია გახვეული ამ პოლიტიკოსებით ეს ქვეყანა ვერ შეიცვლება ამიტომ გამოსავალი არის ეროვნული თანხმობის პარლამენტში აი მოისმინეთ როგორი ეს მოდით შევერთეთ პროგრამებში ვინ ვის მოგწონს ვინ ვის წინააღმდეგია გადავდოთ გვერდზე ყველაფერი არაფერი დღეს ჩვენ ქვეყანაში გჭირდება ერთობა და ერთობა უნდა დავიწყოთ ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნით არა ისე როგორც დღეს ხელისუფლება იქცევა არა ისე როგორც ოპოზიცია იქცევა არამედ როგორადაც ჭირდება ქართული სახელმწიფოს მომავალს ეს გამოკვეთილა თქვენს მეცნიერებმა და მას დაარქვეს კონცეფცია ეროვნული თანხმობის ხელისუფლების თაობაზე მოისმენთ თქვენ ახლა მას და გავაგზავნოთ ეს საუბარი ამ დღეებში და საერთოდ მე გამოვიტანოთ ყველა ეს პროგრამა რომელიც მეცნიერთა კონგრესშია რომ იმედიანად ვიყოთ ქუძე კაცი საქართველოსთვის დიდი მადლობა